Hola Cachu, ¿cómo estás? Bento. Bien, bien. მოგესალმებით, მე ვარ ხუბაშა. მე ვარ უჩა. და ჩვენ ვართ კაჩუები. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გავხდეთ ქართული YouTube-ის ნაწილი და ჩვენ YouTube-ზე ამ ეტაპისთვის იხილავთ უკვე ნაცნობ თუ უცნობ ობიექტებს და მათი პროდუქტების განხილვას. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ბევრთვის ნაცნობი, ალბათ ჩვენი შემოსვლიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ მექსიკურ სამზარეულოს განვიხილავთ დღეს. და დღეს იქნება Los Amigos-ი ჩვენი სტუმარი. დროა დავაგემოვნოთ. Hola! რეჯი, ჩვენიერი. მე მგონი დროა გავხსნათ უჩა. კი ბატონო, გეთანხმები. და დავაგემოვნოთ ჩვენი დღევანდელი პროდუქტი. რას ფიქრობ რა არის ხამაში? ჩემი აზრით ბურიტოები უნდა იყოს. შენი აზრით? მეც ეგრე მგონია. რეჯი რას იტყვი რა დევს? ხილო პაუზა გაკეთა. ხომ დრო გავარდე, და მოდი გავხსნათ რა. უკვე იმიტომ რომ ვიღარ ვითვენ, სუნიც ძალიან კაი აქვს და ფოტოშოპის გამინდა გითხრა რომ გამიგია რომ საუკეთესო მექსიკური სამზარეულო Los Amigos-ო და ხო იცი, კაი გაგონილს კაი ნანახი ჯობიაო რა. კანჭამელი შევდეთ. კი ბატონო. გავსინჯო თუ შეიძლება. გავხსნი. ხო, მე მგონი ამას არა წერია რა არის და აქეთ სტარაში სამეულს ამასაც არა წერია. ხო. მოდი ამით დავიწყოთ, რომ ეს არა წერია. სი როგორ ჩვენ გავიგოთ რა. როგორ გავიგო ეხლა რა? გამოვიცნოთ, აბა. ხო, კაი. ხო თუ შეიძლება. ბიჭო, რა ბიჭო, ვინ არის შენი ბიჭო? პირველი ვიწყებთ უსახელოთი, ჩვენ თავის შეძლებთ ნამდვილად რომელი პროდუქტი არის? საკმაოდ ცხიმიანია გარედან. ეშენჩეო, კარგო. ხო. სუნიაკ როგორც ხვდები, ეს უნდა იყოს წესით. ჩილი კონკარნე ბურიტო წესით. სუნიაკ რაღაც ისეთი ძაფრი. აი ცოტა მოწიწაკო პომიდორის соуსი, ხო? კი ბატონო. მოდი გავსინჯოთ. Oh my god! იმრიელი რა ფოტოშორის ბატონო. ეს იმედის მასლავსაც ხედავ. საფეთქები ამოყვა. თუ შეიძლება საფეთქები სტუდიაში. მადლობა რეჯი. ცოტა ისეთი უხერხული საჭმელია. აი დიდი წვერი ვისაც აქვს, ცოტა გაუჭირდება. ცოტა გაუჭირდება, მინდა გითხრა. შეიძლება. ეხლა ბებრონჯე. კარგად იცი რომ ცოტა ისე წარესთან მეგობრო. მე მიყვარს ხოთაშორის და გემრიელია. აი ვერ ვიტყვი რომ არ არის გემრიელი. გემრიელია, ცხარეა, ამავდროულად სასიამოვნო ტექსტურა აქვს რა, რაც თავარია. ანუ საჭმელად ძალიან ისიამოვნებთ, ვისაც ცხარე იყვართ მით უმეტეს. სასიამოვნო სიცხარე მოაქვს. და მოდი შეფასებაზე გადავალ მე პირდაპირ. ალბათ 8 დაახლოებით რა. 800. კი, რაღაცა ეგრე 800 და 900 შუა ვფიქრობ. მე ვინაიდან ხედავ შედასწრება. რომ მომწონს ამის სიმცხარეც და გემო ძალიან მომეწონა. მოდი მე დავუწერდი 900. იმიტომ რომ ნუ ნამეტანი ისველი არის ჩემთვის რა. ჯო კიდე ერთხელ შეიძლება ეს delivery-ის გამო იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან რაც მოვიდა, იქიდან გამომდინარე 900-ას დავუწერდი. მე კი ეგრევა კიდევაც. გემოს მოსაზრებით ძალიან გემრიელია. გადავიდეთ შემდეგ ბურიტოზე, მოდი ხა მიავირჩევ. კი ბატონო. და რადგან აწერია უკვე და ვიცით რა არის, ეს არის cheese bacon burrito. საინტერესოა ძალიან. მოდი გავსინჯოთ. ნახოთ რა არის, როგორია. შეფუთოზეც უკვე ერთ-ორ თვითას. ყველგაში ბურიტოს ესე ვთქვათ, პორტია საკმაოდ იხანძლებს, მინდა გითხრა. და ისედაც რბილი არის და უფრო არ ბილებს დროთა განმავლობაში, მაგრამ თავარია რომ არ გაგვიცილდეს რა, ეგ არის ხა ერთი ამის ვიტყოდი და დავამატებდი, რომ წინა ბურიტოსთან შედარებით ამას არ ეთყობა ის სისველე. ხო, შესაბამისად უკვე delivery-ს ვეღარ დავაბრალებ, მაგრამ მე მომეწონა ხოთაშორის, მაგრამ არის კატეგორია ხალხი, რომელსაც არ მოსწონს. ესეთია. ჩემი ბურიტო. არა, კაი. როგორც ხედავ, ეს თქვენ ჩემო კარგო. მადლობა. როგორც ხედავ, არის
ჩედარის ყველი თუ არ ვწდები, ხორცი, კარტოფილი ფრი, პომიდორი და აისბერგი. კი, და საკმაოდ ისეთია. სველია და წვნიანი ჩანს რა. და სუნიც ძალიან კაი აქვს. ბატონო, მოდი დავაგემოვნოთ და შევაფასოთ. ჩვენ საქმე ეგ არის. აი მამაზე უკვე სიტყვები არ მყოფნის. ერთს იმას ვიტყვი, რომ რატომაც მეგონა ყველი დავინახე რა. რატომაც მეგონა რომ ყველის გემოს ვერ ვიგზავნე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იყო. მაგრამ სხვათა შორის ძალიან კარგად იგრძნობა ყველის გემოც და ძალიან საინტერესო ჩედარის რაღაცა დარტყმა წამოვიდა თავიდანვე. კი ბატონო, ძალიან საინტერესო გამოიყურება და გემო აქვს ძალიან მაგარი. კი, აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაკის ხშირი მომხმარებლები ვინც ხართ და ბიგ მაკი ვისაც მოგწონთ. არ ვიცი, ლოს ამიგოსის პირველი აიტემი რაც არის რომ დავაგემოვნოთ, იქნება ალბათ ჩიზბეკო ბურიტო. რაღაცნაირი დაგრავს ხო ბიგ მაკის იმაზე ასოციაციაზე წავედი მე პირადად. ძალიან გემრიელი არის. კიდე ერთხელ უკვე თქვენის ნებართვით, საკმაოდ გემრიელი იყო მინდა გითხრა. გავსინჯოთ. მაგის არის ჩვენთან. არ ვიცი, უდაოდ არტიკულა ჩემგან. ჩემგანაც არ არის ცხარე. არის ძალიან სასიამოვნო ტექსტურის. კარტოფილი ფრი მიუხედავად იმისა, რომ არ არის ხრაშუნა, საკმაოდ კარგად შემოდის გემოში. და არ ვიცი, სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმდენად გაოცებული ვარ. და ალბათ დავამთავრებ. ზომაზეც გავაკეთებ რამდენიმე კომენტარს. პატარა არის ესეთი ზომაში, მაგრამ არის საკმაოდ ისეთი სავსე ბურიტო რა. ფასიც ნორმალურია. გემოსთან შედარებით 22 ლარი ღირს. კი, 22 ლარი ღირს და არ ვიცი, მე პირადად გავაკეთებდი არჩევანს ლოს ამიგოსზე, თუ უკვე რაღაცა ქართული შაურმა ცოტა ისედა რა. ყელში არის ბოდიში თქვენთან. გავამატებ მე რომ მეც 10-დანაც უწერ და რაც შევატყე და რო შევხედე, არ მეგონა ესეთი გემოები თუ წამოვიდო და ამ ბურიტო და მაგრამ გავუცდი, აი იდეალური არის, ჩვენ ახლა პატარები არა ვართ, დიდები ვართ, დიდი კაცები ვართ, ზომიდან გამომდინარე და ამ ბურიტოების ზომა აი ჩვენ შუაზე ვყოფთ ახლა რომ დავაგემოვნოთ ორი. ჩემი აზრით, ახლა ეს 4 ბურიტო უკვე შეიგრძნობა კუჩიც, რომ კაი გაბერილია და საუსია, ნამდვილად მსუყეა. ამერაში ახლა კიდე ზუსტ ზომას ვერ გაწვით ბურიტოსაც რამ ხელაა, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, არის ასე ამხელა, მაგრამ საკმაოდ ისეთი სავსე და განიერი ბურიტო. მე მგონი გადავიდე ჩემნეგზე, იმიტომ რომ ბევრი რაღაც გვაქვს კიდე, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც გვაქვს კიდე დასაგემოვნებელი, შემოკარგო. კი ბატონო, გეთანხმები. სახელო გამოსნა. გადავიდი ჩემნეგ ბურიტოზე, შემდეგ არ ეწერა. სამწუხაროდ რა იყო, მაგრამ როგორც ვარაუდობ, წესით უნდა იყოს კალიფორნია ბურიტო. ამასაც დაახლოებით იგივე შემადგენლობა აქვს. აისბერგი, ხორცი, კარტოფილი ფრიც. და ესეც საკმაოდ ისეთი წვნიანი ჩანს, შედარებით ნაკლებად, მაგრამ ისეთია რა. კაი მასადებს აი რო შეხედავ სასიამოვნო ის არის, აი რაღაც ფრეშ მისკენ მიდის ხა. ხო, დაახლოებით რაღაც ასოციაცია შეიძლება შეგიქმნას. აი გაჩვენებთ, ესეთია. გავსვიდეთ ხო? კი ბატონო. ნუ მიახლოებული გემო არ. კი. მინდა ეს თავიდანვე აღვნიშნო. მიახლოებული გემო არის ნამდვილად. მაგრამ აშკარად соусია ცოტა სხვანაირი. და მეტად უფრო შრალი არის ეს ბურიტო, ვიდრე დანარჩენი ორი.
არ ვიცი, აი რაღაცა fresh იმის წამოვიდა ასოციაცია შაურმის, მაგრამ მეტად უფრო სველს მე მგონი კი, რომ უკეთესი იქნებოდა, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეს დავამატებ თუ არ მიწყეთ. რა თქმა უნდა. ჩემს რაღაც free არ მოუხდა შიგთავში. ხო, რაღაც ხრი არ მომეწონა ხრი რომ შემოხდა. აი მე პირადად ესე რო გითხრა რაღაცნაირად შემაწუხათქო, მოგატყუეთ. შეწუხებით არ შეუწუხები ვარ, მაგრამ შეიძლებოდა ისე ფრის გარეშეც ალბათ შეიძლება და რაღაც სხვა გემო წამოსულიყო. სიამოვნებით თავარი მინუსი რაც არის ხა ჩემთვის პირადად არის соуსის ნაკლებობა. კი ბატონო. აი соуსი დამაკდა რა. პირველთან შედარებით ბევრად მშრალი არის და მოდი შევაფასებ ბარემ მე დავიტყვი. იმ ორთან შედარებით იგივე ქულებს ვერ დაუწერ და შესაბამისად ალბათ 6 ნახევარს დაუწერდი რა. აი არც 7-ისკენ არც 6-ისკენ. მე რაღაც 6 რა. წინა ბურიტოს უდაოდათიანი. კიდევ ერთხელ გამეორდები. პირველ ბურიტოს, ჩილი კონ კარნე ბურიტოს დაუწერდი 8-ას მე პირადად. ესეც იქიდან გამომდინარე რომ ცხარესთან ვერ მეგობრობ და ამ ბურიტოს ალბათ დაუწერდი 7-ს კი. ალბათ შენ მე 6 დაუწერე საბოლოოდ. იმიტომ რომ წინა იმდენად გემრიელი იყო რომ ხო, არა, წინადა გამომდინარე ვიზუალი ისეთი ქონდა რომ შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო. მაგრამ შიგთავსი ბევრი არის ხოთაში და ამის გამო აქ ხორცი ჭარბობს ძალიან, კი. კი ბატონო. დიდი პატივისცემა ჩვენგან. და მაგეთახები აბსოლუტურად. მე მგონი გადავიდეთ ჯობია შემდეგ ბურიტოზე, საბოლოო ბურიტო. ესე ქვია Georgian style California burrito რა. მართალი გითხრათ, ერთი შეხედვით ესე დიდად არ ეთყობა არაფერი განსხვავებულის წინა ორიდან გამომდინარე. გაჩვენებთ აქედან როგორია. ახლავით ესეთია. აქაც თითქმის ისეთი შემადგენლობაა რა. ხორცი, ფრი, აისბერგი, соуსი, პომიდორი. უბრალოდ ეს წინასთან შედარებით ბევრად ისეთია, სველია. სველი არის კი ბატონო და ნუ ჩემი ხარე ყოველ შემთხვევაში კი ნამდვილად სველია. მე შემოატრიალე და მაჯვენო ხარე იქნება რომ სველი. მე მგონი რომ გავსვინოთ. კი, დავაგებინოთ და ბარემ ბატონო და წინ ბევრი კიდე გემრიელებები გელოდებათ მეგობრებო და შევაფასებთ თქვენთან ერთად. მართალი რო გითხრა ეხლა რაღაც ქართული ელემენტი თითქოს ვერ დავიჭირე. ბიჭო, უფრო შაურმის გემოზე წამოყვანო თავიდან რა. ხო, არა, პირველი კვეჭა შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ქართული ელემენტი. პირველი კვეჭა ნამდვილად იყო რაღაც განსხვავებული დანარჩენი სამი ბურიტოსგან. თითქოს შეზავებულია ხორცი ცოტა სხვანაირად. соусიც თუ არ ვწდები იგივეა. ერთხელ გავსიჯა და უკეთესად გეტყვით, იმიტომ რომ მარტო ვერ მივხვდი რა ქართული რა შეიძლება რომ დავიჭირო. წინა ბურიტოსთან შედარებით ბევრად სველი არის. არ არის მშრალი. რაღაც ქართულ გემო კი მოდის, მაგრამ უფრო აი შაურმის სტილში მოდის ეგ გემოები და მაგაში თუ გავიყვანა. შეიძლება მაიონეზით არის. შეიძლება. იმიტომ რომ არ ვიცი. ალბათ, იმიტომ რომ დანარჩენი სხვა რაღაცა ცირედი პირველი კვეჭისას ცირედი ასოციაცია წარმომიდგა თითქოს ქართული შაურმა იყო, მაგრამ ტექსტურით იმდენად სხვა არის და იმდენად უფრო რაღაცნაირი აი ფრეშის გემო ცოცხალი აქვს, კი, აისბერგი ძალიან უხდება. ძალიან მოხდა დანარჩენი. კი ბატონო. ორსაც არა ვერ შეკვირდებით რომ ამასაც ალბათ ვაკულაზე მეც დაუწერეთ. აი ვაკულაზე, აი ამ შემთხვევაში დაგეთახები ბოლომდე 8 ქულა იქნება. არა, რატო წინაშე უნდა კალმო ეხა ეგ თავისთავად ეხა მაგას უდაოდათი იყო. მეორე შაურმა იყო შაურ ბოდიში, ბურიტო იყო უდაოდ 10 ქულა. და ეგეთი რაღაც ამაზე ჩახდებით რომ მეგონი 8 ქულა, ხო? 8 ქულა მეც ვერ დაუწერე. კი ბატონო. და 7 დაუწერე იმასთან შედარებით სველია. შესაბამისად კი ბატონო. გეთახმები აბსოლუტურად. ხო, მე მგონი ჯობია რომ გადავიდეთ უკვე დანარჩენი აიტემების გავსინჯოთ. რეჯი შემოაგდე.
მოგაცუა. კი ბატონო. ნახოთ სადეს. საკმაოდ საინტერესოა. ბოდიშის მოხდით სანამ თქვენ ჩაიხედე, მოდით შეფუთვაზე ვანახებ. აი ესეთი გულებით გამოგვიგზავნეს შეფუთვა. 508 ეს ნიშნავს 207, 204, 205, 208. ჩვენ ნომერი იყო ალბათ. კი ბატონო შეიძლება ჩვენი შეკვეთის ნომერი მე. ამასთან ვიდარქვა. საკმაოდ საინტერესო აიტემია, მინდა გითხრა და აი ეს ძალიან მომეწონა, მინდა გითხრათ. აი ეს არის, ხო, დავიდან ეს უნდა გაგვიხსნა მე. კი, სალფეტკები მოვიდა უდაოდ. ეს გადავდოთ. და აი ეს ამ ქედან გამომდინარე, ეს მგონია რომ იქნება ჩილი კონკარნე. კი ბატონო. და ფრიც წესით. ჩილი კონკარნე ფრი, ხო? გავხსნათ და ნახოთ თან. აი ესეთი ჩანგლით და თავის გაზავოცით მოდის. მართალი გითხრათ, აი ხა ეს ჩანგალი დიდად ვერ მესიმპათიურება მე პირადად. არასაიმედო არის. ხო რა, კი, ნამდვილად. ნამდვილად, მაგრამ კარგია რომ ზრუნავენ მომხმარებლის ასე კომფორტს. კი ბატონო. გახსენებთ შეიძლება. კი, ნამდვილად. ეს ჩემი აზრით ახლო კარგეთაც უნდა ჩილი კონკარნე ფრი. თუ შეიძლება მეგობრები უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზი არის და გემო წარმოიდგინეთ. მათ ძალიან მადი სამწუხაროდ გამოიყურება. ერთი რაც შემიძლია კიდე ამასთან დავამატო რომ ძალიან ცხარიდაც გამოიყურება. და თუ არ ვწდები სრირაშაც სუნი მონდის ძალიან ინტენსიური. შენი ნატკივილი არის ეს ყველაფერი და მომიწევს მე რომ მე ვჭამო ეს ყველაფერი. ხო და შენც მეტი რა კი ბატონო. ანუ მე შევაფასებ ეგრე გამოდის. რეჯი ის რომ მოგცეთ ჩანგალი რომ მოგცეთ თუ შეიძლება. ორცალე. მოვიდა. კი ბატონო. მადლობა რეჯი. სუნი აქ ძალიან ცხარი. აი უკვე იმას გწნობ რომ მინდა თუ არა შევჭავო. აი ეგ ამბავია რა. ესე გამოიყურება. ხო, ნუ წეგან მანამ გადაულიდით ბევრად ლამაზი იყო. მაგრამ უნდა გავსინჯო მე. კი ბატონო. ეგრევე. შენ გასინჯე, მაგრამ მე ვეტყვი რომ ჩვენ კი გავინაწილეთ, მაგრამ ეს არ ყოფილა მთლიანი ასორტი, თქვენ წარმოიდგინეთ. ბევრად მეტი ყრია უბრალოდ, რადგანაც ჩვენ შევავჩინეთ, რომ რატომღაც ცხარე უნდა ყოფილიყო, ბევრი არ გადმოვიღეთ, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს. აბა შევაფასებ და გეტყვით რამდენად გრის ამის გამოძახება. კი, ნამდვილად ცხარეა. ნიშნო ეს ბევრად ცხარეა იმას იმ ბურიტოსთან შედარებით, რაც პირველი გავსინჯეთ. კი, საკმაოდ ცხარეა. როგორც სწორად მივხვდი, სრირაჩა უნდა გქონდეს და ჩიპოკლე სოუსი. ჩიპოკლე სოუსი. კი, არა, გემრიელი უდაოდ არის. ცხარევისაც გიყვართ. აჯიკა. ამიცრებიან და უკვე. ცხარევისაც გიყვართ. აუცილებლად დიდ რეკომენდაციას გავუწევ. მე ანუ ისევ სიცხარიდან გამომდინარე. პირდაპირ გადავალ ქულის დაწერაზე. მეტი და მე დავამატებ. ისევ სიცხარიდან გამომდინარე ამ პროდუქტს დავუწერდი ალბათ 8 ქულას. ხო, 8 ქულას კი აი ცხარე გიყვარდა. დაახლოებით მივხვდებით ახლა უჩას რეაქციაზე როგორი ცხარი არის ეს. ძალიან ცხარე. აი ხევი. წაიღავ თქვი კი თქვი პირველად ის ბურიტო რო გავსინჯეთ რომ მიყვარს მეთქი, მაგრამ ეს ძალიან ამეტანი არის და ჩემი აზრით ერთი ადამიანი ამას ვერ შეჭამს თავის. ხო, აი რა ეგ არის. გამორიცხული მოკვდებით. არა, არის. კი, ვისაც უყვარს და უძლებს, კი ბატონო. უყვარს ძალიან ჩორები მოკვდავი ხალხი ჩვენსავით ამას. ხო, აი ვერა. ფიზიკურად ვერა. ცრემს ვერ ვიჩერებ მე პირადად. იმდენად ვერ მეგობრობ ცხარესთან. გებრიელია მომკალი რა. მაგრამ უნდა აღნიშნო რომ ძალიან მიყვარს ზოგადად ცხარი. მიყვარს, მაგრამ ნუ ვერ მეგობრობ. კი ბატონო, გასაგები. ქულას რას უწერთ? 8 ქულას დავუწერ მე ამ შემთხვევაში. მოდი მეც შევჯერდები 8-ზე და 8 ქულას დავუწერ ამ ყველაფერს. ძალიან ცხარია. გემრიელი არის, მაგრამ ცხარია, ბოდიში. მოკლედ, ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, ჩემო კარგებო. პირველ რიგში უღმეს მადლობას მოგიხდით ყურებისთვის. გამოვიწეროთ არხი, გავაქტიუროთ ზარისხელა კი რათა არ გამოგშვეს შემდეგი ვიდეოები. კომენტარებში დაგვიწერეთ ამავდროულად რომელ სხვა ობიექტს იხილავდით კიდევ ჩვენს არხზე. და თქვენი აქტიურობა ჩვენი мотиваცია არის შესაბამისად უფრო მეტ კოდექსს და კაი ვიდეოს შემოგთავაზებთ.
აგვილაიკეთ კაჩ კეთილი.